მოკლედ დღეს საუბრობთ პლანეტების არადირექტიულ მდებარეობებზე. დირექტიული ჩვენ პლანეტები რო განვიხილეთ ცალ-ცალკე ყველაზე ვთქვით, რომ აი დავშტო ვენერა პირიქით უკუსვლით მოდის დანარჩენების სწორად. ხო, ანუ რაღაცა მიმართულებით. დირექტიული პლანეტები პერიოდულად ხდებიან რეტროგრადული და სტაციონალური. რა არის ეს ორივე მდგომარეობა, უნდა ვთქვათ. უკუსვლით სვლას ვეძახით რეტროგრადულ სვლას, ხოლო სტაციონარს გულისხმობთ, რომ არ მოძრაობს, უძრავად არის. აქვე დავაკონკრეტებ, რომ ეს არ ემართება მზესა და მთვარეს, ამაზე არ გულისხმობ და არ არის ესეთი მდგომარეობა მზისა და მთვარის არ გვაქვს რეტრო და სტაციონარი და აქვე დავაკონკრეტებ ერთ რამეს. არც ერთ ასტროლოგი არ ფიქრობს, რომ პლანეტა რაღაც მომენტში ან ჩერდება, ნებისმიერი პლანეტა, ან უკუსვლით მოდის პირიქით ტრიალებს. ესეთი რამის არც ერთ ასტროლოგს არ ჯერა, არც ერთი ასტროლოგი ამას არ ამტკიცებს, არც ასტროლოგია ამას არ ამტკიცებს. ეს არის ვიზუალური აღქმა დედამიწიდან პლანეტებისა. სხვადასხვა სიჩქარით მოძრაობთ ჩვენ დედამიწა და სხვა პლანეტები, ეს ვიცით და რაღაც მომენტში თითქოს ხას უსმობ, თითქოს პლანეტა გაჩერდა და თითქოს პლანეტა უკუ მიმართულებით მიდის. ეს არის ვიზუალური ილუზია. არანაირი სხვა ასტრონომიული მოვლენა ეს არ არის. ამას აღიქვავს თვალი, ასე რომ ვთქვათ. მაგრამ ამას ასტროლოგიაში ამ მოვლენებს ენიჭება განსაკუთრებული მნიშვნელობა. აა ეს არის კიდე ერთხელ ვამბობ, ეს არის მხოლოდ ვიზუალური ილუზია, სხვა არაფერი. რეტროგრადული პლანეტები აღინიშნება R100, ლათინური R100, დირექტიული დიდი D100 და სტაციონალური, ანუ უძრავი პლანეტები, რა თქმა უნდა, აღინიშნება S100. აა რეტროგრადული პლანეტები არის იმის მანიშნებელი, რომ რაღაც პროცესები მიდის შიგნით. ასე რომ ვთქვათ, ადამიანი არის სოციალური ცხოველი, მას ჭირდება კონტაქტი სხვა ადამიანებთან, ხომ ესეა? და შესაბამისად გარემოსთან ურთიერთობთ, ხო? აი რეტროპლანეტა მიუთითებს, რომ ამ პლანეტის ბუნება ვლინდება უფრო შიგნით, ვიდრე გარეთ და სოციუმზე უფრო ნაკლებად აისახება, თუმცა ეხლა ვიტყვი, რომ სოციუმიც ამას ძალიან კარგად აღიქვავს. აი ახლა მაგალითად ესეთი გადავედი აი აბსოლუტურ თეორიების სფეროში, იმიტომ რომ უნდა ვთქვა ისეთი რაღაცა თუ როგორ მოქმედებს რეტროპლანეტები რუკაში, როგორ აღიქმება კარმული ასტროლოგიის თვალსაზრისი და რას ნიშნავს, რომ ადამიანს რუკაზე აქვს ბევრი რეტროპლანეტა. ამბობენ, რომ პირველი, რაც უფრო მეტი რეტროპლანეტა არის, მით უფრო ინტროვერტული ადამიანი, ჩაკეტილი თავის თავში წასული. და რა დირექტული პლანეტები პირიქით გახსნილია და იქითკენ მედეს, ხო? ეს ზოგადი დახასიათება. ინკარნაციული თვალსაზრისით კიდე, ანუ კარმული თვალსაზრისით ნიშნავს, რომ რაც უფრო მეტი რეტრო პლანეტა გვაქვს რუკაში, გვაქვს ნებისმიერ ადამიანს, მით უფრო მძიმე კარმით არის მოსული, ან წინა ცხოვრებებში რაღაც უფრო ბევრი, ესე ვთქვათ, ცოდვები, რამე შეცდომები, გადაცდომები მოგხსნებს წინა ცხოვრებიდან. სატურნის და იუპიტერის რეტროგრადულობა, ასევე ურანის და ზედა პლანეტების შეიძლება მიუთითებდეს, რომ სულიერი უფრო, ესე ვთქვათ, გამოცდილი, ბევრჯერ მოსული, მრავალ ინკარნაცია გამოვლილი. თუ მზე მაგალითად ეტუდან, ანუ აღმავალი კვანძიდან რა ქვუნდი არის ზევით, ასე რომ წარმოვიდგინოთ ღერძი აღმავალი და დაღმავალი კვანძის. თუ ზევით არის მზე, ითვლება ესეც ყველაფერს თეორიას გეუბნებით, ანუ სხვადასხვა ასტროლოგების მიდგომას. ითვლება, რომ ადამიანი კარმულ დავალიანებებს, ასე ვთქვათ, უფრო ადვილად დაამუშავებს, ხოლო თუ ქვევით არის, ანუ უკის ქვევით, ხო, ანუ ღერძის ქვევით, ასე ვთქვათ. ну მარჯვნივ-მარცხნივად შეგვიძლია ესე აღვიქვათ, ხო? მაშინ ან გაუჭირდება ადამიანს
აა თავისი კარმული დავალიანებების და შინაგანი რაღაც შებოჭები და მოხსნა. ესეც ერთ-ერთი არ ნიშნავს, რომ ესე არის. აა ზოგადად ითვლებოდა, რომ რეტროპლანეტა თუ აქვს პლანეტაში ადრე, აი ასტროლოგიაში ითვლებოდა, რომ თუ რეტროა პლანეტა, ესე იგი თავიდანვე აპრიორი სუსტი, ესენციალური მნიშვნელობა მას აქვს სუსტი. აი ჩვენ როდესაც ვისწავლით დომინანტი და ესენციალურ დაბალი შეფასების პლანეტებს, იქ ვეტყვით, ანუ ზოგი პლანეტა იმდენად ძლიერია ჩვენ მეტად მოქმედებს ჩვენ უკაზე და ჩვენ ცხოვრებაზე, ზოგი ნაკლებად. და აი რეტრო თუ იყო პლანეტა აპრიორი ითვლებოდა, რომ და დაბალი ქულები ენიჭებოდა და დაბალი ესენციალური მნიშვნელობა აქვს. აი მაგალითად ვედურ ასტროლოგიაში ინდურზე გვაქვს ლაპარაკი, ითვლებოდა ესეთი რაღაცა, რომ რეტრო პლანეტები არის თუ ბევრი აქვს მით უმეტეს ადამიანს, ეს ნიშნავს, რომ აი პატარა ბავშვს რომ მისცე რაღაც ავიალაინერით ავიალაინერის მართვა ჩააბარო რა. ანუ რაღაცა ცოტა არასერიოზული და ცოტა გიჟური და რაღაც ესე თვისებებს ანიჭებდნენ ამ რეტროპლანეტებს და მით უმეტეს თუ ეს არის რომ მრავლად აქვს ადამიანს რუკაში ეს რეტროპლანეტები. აი, რამდენად ჩემთვის მე ასე აღვქვამ, რომ რეტრო, როდეს არის პლანეტა, პლანეტის თვისებები რაც არის და ჩვენ უკვე ესენი ვიცით, ხო? ან შეიძლება მივუთითებდეს იმაზე, რომ ადამიანი ამ თვისებებს ცუდად ბოროტად გამოიყენებოდა, ბოროტის ზრახვებისთვის გამოიყენებოდა. აი მარტივად რო ვთქვა, დავუშვათ ვენერას სილამაზე, ესეთი ურობა, რაღაც მატერიალური კეთილდღეობა შეიძლება გამოიყენებინა ბოროტად იმ თვალსაზრისით, რომ ნუ თავისი პირადი ზრახვებისთვის იყენებდა სხვებზე არ ზრუნავდა ასე შემდეგ. ან თავის სილამაზით ვაჭრობდა იმ თვალსაზრისით, რომ რაღაც ზრახვებს შავ ზრახვებს ახორციელებდა. აა არ ვიცი ეს რა ვინაიდან იქიდან მოსული ალბათ ყველა ვართ, ხო ესე რა ვთქვათ, მაგრამ არცეც არ გვახსოვს. სიზუსტით ამას ვერ და ვაკონკრეტებ. ამას წინათ მითხრა ერთმა ადამიანმა მკითხა, რომ რამდენად ზუსტია ასტროლოგია და რამდენად ზუსტი მეცნიერება ხო არ არისო, არა, ესე ხო და აი ახლა ესეთ ამიტომ მინდა რომ ამაზე გავამახვილო რომ იმას კი უპასუხე და მაგის მერე კიდე მაინც ვფიქრობდი რომ რამდენად სწორად უპასუხე. ზუსტი რაში? აი რაში ზუსტი ხო დავუშვათ. ეს ხომ არ არის გამრავლების ტაბულა, რომ 2x2 4 ან 3x3 9. ეს არის დაბადების დროს ჩვენი პლანეტების განლაგება, მოცემულობა, რომელშიც დავიბადეთ, თუ ნატალურ რუკას ველაპარაკე, ნატალურ რუკაზე ელაპარაკე და ის შესაძლებლობები, რომელიც უნდა განვავითაროთ. ხო და ვიღაცა ავითარებს, ვიღაცა არ ავითარებს და ზუსტი როგორ იქნება ეს? ეს ხო ინდივიდუალურ არჩევანზეა დამოკიდებული და პიროვნულ გადაწყვეტილებაზე. ამ თვალსაზრისით, თორე ზუსტად ადამიანის აღწერა, ეგეც შეგვიძლია ისე ცოტა უცნაურია, ბავშვი რო არის, აი ბავშვი რო დაიბადება, იმისი როგორ შეგიძლია იმისი ზოგადად ეუნები მშობელს, ხო, რომ აი ესეთი ტენდენცია აქვს და ეს გაითვალისწინებს. თორე ამ ხრივ ზუსტი ეს პროგნოზებით ზუსტია გააჩნია რომელი ასტროლოგი აკეთებს ამ პროგნოზს რა. და რასახის შეიძლებაზეა არ არის ლაპარაკი. აი კონკრეტულ კითხვაზე როცა გაქვს პასუხი, რა მომივა გაისაც სოლარი რაც არის, ამაზე მინდა გითხრათ რა, რომ ერთი წლის რუკა რო კეთდება. ზოგადი პროგნოზი არის ზოგადი პროგნოზი. ეს შეიძლება მოხდეს, ეს შეიძლება მოხდეს, ეს შეიძლება მოხდეს. მკითხავი არავინ არ არის და თქვენ რა გზას აერჩევს მაგისაც არავინ არ არის, მაგრამ კონკრეტულ კითხვაზე ვიყიდი თუ აი ამ მაგალითად ვიყიდი თუ არა წელს ბინას ამაზე შეიძლება რუკამ გაქცეს პასუხი სოლარმა. ან ხო არ დამიჭერე. ზოგადად პროგნოზები ჩემი აზრით მუშაობს, ანუ ხანდახან თუ კონკრეტულ კითხვაზე რო არ ვეთანხმებოდით, მოგეთ მაშინაც კი მუშაობს ჩემი დაკვირვებით.
აი იცით როგორ არის აქვე ვამბობ რომ თუ აქ სოლარს განვიხილავთ ისე რომ აა აი შესაძლებლობები რაც არის, მაშინ შეიძლება ზუსტი ვერ იყოს, იმიტომ რომ მე ხო არ ვიცი ზუსტად რა მოხდება. ან ჩვენ ვიცით თითოეული პლანეტა რამდენ რაღაცასაა, ხო? ეს პასუხისგებელი და რაღაცა კონკრეტული ასპექტი ფულზე იმ ვენერასთან გეუბნებით, ფულზე იმუშავებს თუ პირად ცხოვრებაზე? არ ვიცი. მე რა ვიცი, ხო? მაგრამ თქვენ თუ მკითხავთ, რა, აი მე მაგალითად ვაპირებ გაისად გათხოვებას, ეს რუკაში ჩანს, არ ჩანს, ან ჩანს. აშკარად ჩანს, ან არ ჩანს. აი კონკრეტულ კითხვაზე პასუხი კი, მაგრამ ზოგადად როცა ვლაპარაკობ, როგორ შემიძლია ზოგადი საუბრის სიზუსტეზე ვილაპარაკო, ხო? თავისთავად არ გამოვა ეს. კარგით, განვაგრძობ და ანუ თან ასტროლოგია უფრო ფერს გეტყვის ბევრ რაღაცას, ანუ ზოგადად ცოტა რთული არის, განსაკუთრებით რაცა პროფესიებს ეხება ან რაღაცებს, ცოტა რთული არის ზუსტად უთხრა ადამიანს რა მიმართულება აირჩიოს, იმიტომ რომ გარკვეული პასუხისმგებლობა დგას. პლუს ამას არის ესეთი რაღაცა, რომ აი მაგალითად ხშირია შემთხვევა, როცა ადამიანს ეკითხები, რომ კი ბატონო, რუკაზე ვისაუბროთ, მაგრამ დაბადების ზუსტი თარიღი იცი? ზუსტი დრო იცი? კი, გეუბნება და გეუბნება დროს და არ გეუბნება სიმართლეს. აი ასტროლოგმა რა უნდა ქნას? მით უმეტეს ჰორარს როცა აკეთებ, ჰორარს როცა კერა და როცა პროგნოზს აკეთებ, ყოველ გრადუსს რომ მნიშვნელობა აქვს. აი რა უნდა ვქნა ამ შემთხვევაში და მე სხვისი ბრალია? და 10 და 15 წუთი კი არა 2 წუთი წყვეტს ხოლმე ხანდახან ასცედე პირველი სახლის კარიბჭეს 1 გრადუსი და შესაბამისად ნებისმიერი სახლის შემიძლია 2 წუთმა შეცვალოს ხო ხტებით ნიშნიდან ნიშანში გადავიდეს და მეორე სახლი დავუშვათ კუროთი დამეწყოს რაც კარგია ზოგადად და უცბად გადმოვიდეს და არ იყოს იქ ხო ხტება ნების პლანეტა რომელიც კუსპიდან ახლოს არის შეიძლება სხვა სახლში გადამივიდეს და აქედან გამომდინარე, ამასაც ძალიან დიდი მნიშვნელობა ენიჭება. აქაც აით რამესაც ვეტყვი რა. ვინაიდან ეს ასტროლოგია არის ეზოთერიის ნაწილი, პიროვნული განვითარების და ფარული ცოდნის ნაწილი, რა მოხდება ჩვენ ცხოვრებაში ხვალ და რომელი თვალი გაგვეხსნება და რომელ ზედა ეტაპზე გადავალ და როგორ ჩამერთვება პროზერპინა, ვენერას მაგივრად, სიტყვაზე ვამბობ და მერკურის მაგივრად, ხო არ ვიცით. და მე ახლა იქზე და ასტროლოგიაზე მალაპარაკეთ, ეგეც ხო, შეიძლება უკვე აი ამ ჩვეულებრივმა რაღაცა ლილიტმა ჩემთან არანაირად აღარ იმუშაოს, რა ვიცი. აი ნორვეგიაში რო გადავალ საცხოვრებლად, ალბათ ლილიტიც ჩამეხსნება. გადავეკიდე ამ თქვენ ძალიან გინდათ? არა, არ მინდა იქ ცივა, უამინდობა არის და მზე არასდროს არ აჩანს, მაგრამ მე მინუსად. თქვენ მე მგონი უბრალოდ ძალიან მოწესრიგებული და დაალაგებული ქვეყანა გინდათ და თუ მივახციეთ 47 წელია საქართველოში ამ რო იგივე არეულ ქვეყანაში გქონდეთ. ვცხოვრობ და დავიღალეთ. მე არ მახსოვს. მე ცხოვრებაში თუ არის დავით ნორვეგიაში და იქიდან გადმოხვა არა გაქვთ თქვენ ცნობია. სხვათა შორის არასდროს არ ვამბობ ბრიტანეთს. ნორვეგიაში არის ძალიან კარგი სოციალური პოლიტიკა და მაგი მომწონს და ამიტომ ბრიტანეთი არის ჩემი სიამოვნებით ვიცხოვრებდი სადმე, მაგრამ ანუ თვითონ სოციალურ-ეკონომიკურ მდგომარეობაზე ადამიანების ცხოვრების ხარისხი და იქ ვერ იპოვი მათხოვარს და ასე შემდეგ. აი ეს მომწონს ნორვეგიაში, რომელიც უკვე კაპიტალიზმს მიაღწია კი და გადაასწორდა და საერთოდ ან ბენელუქსის ქვეყნებს გულისხმობ ზოგადად. ამიტომ ვგულისხმობ ამას რა. იქ უფრო სხვა შესაძლებლობები ეძლევა მე მგონი ადამიანს ნებისმიერს რა და ამიტომ ალბათ ამიტომ მინდა ახსენებ ხოლმე ეს გადავეკიდე მოკლედ ამ ნორვეგიას ანუ ისე არ ვიცი ორაგულიც მიყვარს ნორვეგიული და შეიძლება მაგიტომაც არ ვიცი აა ესე იგი განვაგრძობ ხო აი როდესაც ქვედა პლანეტები და უშუალოდ პირადი პლანეტები are რეტროგრადული ერთი თემაა და რა ხდება უკვე როდესაც უმაღლესი პლანეტები არიან რეტროგრადული ესეთი როდესაც ესეთი რაღაც ხდება ეს ნიშნავს რომ აი ბევრი ესეთი პლანეტა ადამიანის უკაში ანუ 2-3 ესეთი პლანეტა ნიშნავს რომ შინაგანი განვითარება ამ ადამიანის ძალიან შესაძლებელი ან შიგნით ვითარდება პიროვნულად იზრდება ეს ადამიანი და შეიძლება სხვას ვერ ხედავდეს ამას, მაგრამ აი როდის დაინახოთ, იცი აი ერთ ადამიანს რო უყურებ ეს და ჩვეულებრივია და მე უცბად რაღაც შემთხვევაში ისეთ რამეს გამოავლენს, რომ თვითონ გაგიკვირდება, რომ ეს ნუ ამას ეს ხო არ ქონდა საერთოდ
არც თვისებაში, არც შინაგან სამყაროში და უცბად თურმე რამხელა ადამიანი ყოფილა. ეს შეიძლება რეტრო პლანეტების ზემოქმედებით ხდებოდეს. აა, მაგრამ აი რეტრო პლუტონის, რეტრო რა ვიცი, პროზერპინას რეტროობას როდის მოვესწრებით არ ვიცი, მაგრამ ნუ შეიძლება ამას ვერ ვხედავ, რეტროურას ვერ ხედავდეთ, იმიტომ რომ პროცესები არის შიგნით. აი, ხოლო აი რეტრო მერკური, რეტრო ვენერა, რეტრო სატურნი, რეტრო მარსი, ამას უფრო გძნობდეთ ჩვენ სხვა ადამიანებიც გძნობდნენ ამას და ეხლა ვიტყვი რა, მოგვიანებით ვიტყვი რატომაც. აი, კარმულად ესეთ რამეზე მინდა მიგანიშნოთ, რაზე მიგვანიშნებს კარმულ რეტრო პლანეტები კარმული თვალსაზრისით. თუ რეტროგრადული მარსი ყავს რუკაში, წინა ცხოვრებაში ენერგიის არასწორად ხარჯვა, იმიტომ რომ პირველ რიგში მარსი არის ენერგია. მერკურის რეტრო მერკური როცა ყავს რუკაში, ეს არის ცუდი ურთიერთობა და-ძმებთან, ტოლსწორებთან და მე ვიტყოდი, რომ კომუნიკაცია, აი, ქედმაღლობას ვიტყოდი, არ ვიცი ხა რატო ეს ან კომუნიკაციის უნარი რო არ გაქვს ადამიანებთან, აი ამაზე მივუთითებდა, რომ ცუდად ურთიერთობდი ადამიანებთან. ქედმაღლობას ხო ხვდებით რასაც შეიძლება ეს იყო. ვენერა ან შენი თუ ვენერა თუ გვაქვს რეტროგრადული, ეს არის პრობლემები სასიყვარულო სფეროში და ან წინა ცხოვრებაში პრობლემებს კი არ მქონდა, ვქმნიდი სასიყვარულო პრობლემებს უქმნიდი სხვას. ანუ სხვას ვაზარალებდი, მე კი არ ვიყავი დაზარალებული. ცუდად ვექცეოდი ადამიანებს, ვისაც მე ვუყვარვარ. ან ფინანსურად ვაზარალებდი ადამიანებს, იმიტომ რომ ფინანსებიც არის ვენერა, ხო? იუპიტერის შემთხვევაში ეს არის წინა ცხოვრება, რეტრო მერკური ნიშნავს იმას, რომ გამართლება არ მქონდა, ანუ არ მიმართლებდა წინა ცხოვრებაში და აქ იმაზეც ვიკამათებდი, რომ შეიძლება პირიქით ბოროტად, აი ეს სამსახურებრივი მდგომარეობის ბოროტად გამოყენებას შეიძლება ქონდა ადგილი, ესე რომ ვთქვათ, ან სატურნი წინა ცხოვრებაში კეთილგონიერების ნაკლებობაზე მიუთითებს, ეგოისტურ ცხოვრებაზე და ახლა ზედმეტად ნორმებში და ჩარჩოებში მოქცევას გთხოვს. ურანი, როდესაც რეტროგრადულია წინა ეს რაღაც პროტესტანტულ ბუნებაზე მიუნით, ყველაფერს რომ აპროტესტებს, შეიძლება მიუნიშნებდეს, ხო? ანუ ყველაფრის წინააღმდეგი რო ხარ, ყოველგვარი წყობების წინააღმდეგი, იერარქიების და უპატივცემლობის ზედონე. პლუტონი წინა ცხოვრებაში, რეტროგრადული პლუტონი წინა ცხოვრებაში მიუთითებს იმაზე, რომ რაც წინა ცხოვრებაში ქონდა, იგივე წამოვიღეთ ახლა, აქაც იგივე თემები გვაქვს დასამუშავებელი. რა პრობლემები წინა ცხოვრებაში მიწევდა გამკლავება, იგივე პრობლემებთან გამკლავება მიწევს ახლაც. ნეპტუნი რეტროგრადული ნეპტუნი ნიშნავს იმას, რომ ამ ცხოვრებაში, ამ ინკარნაციაში შეგვიძლია განვთავისუფლდეთ, ანუ ხელი შეგვეწყობა წინა ცხოვრების დავალიანებების გასტუმრებაში. ხო და მარტო ეგ მაგძლებინებს, რომ ჩემი ძლიერი ნეპტუნი კი იქნება რამენაირად მოვახერხო ამ ცხოვრებაშიც რაღაცების, ასე ვთქვათ, რაღაცებისგან გათავისუფლება. სანამ დავიწყებდი რაღაცების ზოგადად ცალკე პლანეტებზე თუ პირიქით გავაკეთო, არ ვიცი, მაგრამ აი გეტყვით, რომ რეტროგრადული პლანეტებით რამდენიმე ადამიანის სახელს და გვარს დაგისახელებ, მე თქვენ შეგიძლიათ მოიწიოთ ეს ინფორმაცია. მაგალითად, საყვარელი და ქართველები რო არ აღიარებთ და მთელი სამყარო რო რუსად იცნობს, სტალინი რეტრო მერკური, რეტრო ურანი, რეტრო ნეპტუნი, რეტრო პლუტონი. რაში შეუწყო ხა წინა ცხოვრების კარმული დავალიანებისგან არ ვიცი,
სტალინის ეს რეტრო პლანეტებმა და რეტრო ნეპტუნმა. შემდეგი ადამიანი არის ჩაუშესკუ, ალბათ ყველა მიცით. ამ ადამიანის პლანეტები არის რეტრო ვენერა, რეტრო მარსი, რეტრო სატურნი, რეტრო ნეპტუნი, რეტრო პლუტონი. აა მე მგონი საკმარისად ბევრი რეტროა გამასაც, ხო? აა ასევე მინდა გითხრათ, რომ შარდეგოლი ნეგატივებიდან კარგებსაც ხო შეგვიძლია ვთქვა, ხა შარდეგოლს უყარდა საფრანგეთში, ხო და ეროვნული გმირი და ასე შემდეგ. რეტრო ვენერა ამასაც, რეტრო ნეპტუნი და რეტრო პლუტონი. აი დეგოლის შემთხვევაში შეგვიძლია რომ კარგად გამოიყენა, ხო, თავისი რეტრო პლანეტები, ან სხვებისთვის სასიკეთოდ. ხო შეიძლება ერთი წამი რაღაც კითხო? კი. ცოტა გვიან შემოგიერთით და ბოდის გიხდით და მე რამდენადაც ვიცი სტალინის გურჯიევმა გადაუკეთა დაბადების თარიღი და ანუ თქვენ ნამდვილი დაბადების თარიღი იცით? ნამდვილის დაბადების თარიღი არ ვიცი, მე გითხარით რესურსი, რომელიც მოვიძიე. ხო, ანუ გურჯიევის შედგენილი იყო ეს? კი ბატონო. ზუსტი არა, გურჯიევის შედგენილია თუ არა, ვერ გეტყვით მაგას. მე ვიცი და იმიტომ რომ ზოგადად კოსმოგრამა ხო შეგვიძლია საათი დადებითი საათი. ნახეთ, ზუსტი ნატალური რუკა თუ არ შემიძლია შევადგინო ადამიანის დაბადების დღე თუ ვიცი, შემიძლია კოსმოგრამა. უბრალოდ კოსმოგრამა იმ დღეს პლანეტები რომელ ნიშანში იყო და როგორი მდებარეობა იყოს. მე ახლა არ გითხარით რომელ სახლშია, რომელ ნიშანშია. ასეთი ინფორმაცია თქვენთვის არ მომიწოდებია. მე მოგაწოდეთ მხოლოდ ის, რომ სტალინის დაბადების მომენტში ესა და ეს პლანეტები იყო რეტროგრადული. ამას სტალინის დაბადების წუთი და წამი ვერ შეცვლის. ხო ხვდებით რას ვამბობ? ამ დღეს იყო პლანეტების განლაგება ესეთი და ეს შესაბამისად ვერ შეიცვლებოდა. ამიტომ მივაძლევ ჩემ თავს უფლებას, რომ ეს თქვა. თორე გამოჩენილი ადამიანების რუკები, აი ბოდიშით ვედრა მანეთად ესე ყრია, მაგრამ დაბადების საათები ბევრის არ ვიცით, ეს ერთი. მეორე, ზოგის ვიცით, მაგრამ არის აბსოლუტურად სპეკულაცია. ისევე როგორც სტალინის დაბადების დღეზე თქვენ სწორად აღნიშნეთ, დაბადების დღეც კი ხშირად სათუო, აღარაფერს არ ვამბობ კონკრეტულ საათზე. კონკრეტული საათი ჩვენც კი არ იმათმაც კი არ ვიცით, ვისაც ოფიციალურად შეგვიძლიათ არქივში მივიდეთ, ნახოთ იქ დაბადების საათი წერია და იქაც ერთ რამეს ვიტყვი. კაცმა არ იცის იმან ვინც ეს ჩაწერა, როცა დავიბადე იმ წუთასვე ჩაწერა, ელექტრონულ საათს შეხედა, ციფერბლატიან საათს შეხედა, სადაც 4 და 5 და 3 და 2, აი 2, 3, 4 წუთი როგორ ძნელი სანახავია, ხო? დაუშვათ საათზე, 2 ჩავწერე თუ 3 და დაბადებიდან რამდენ ხანში შეხედა საათს და მივიდა და ჩაწერა. ხთმით უმეტეს, ხო? ამბობს ადამიანი, რომ იტყოდა, ბოდიში დავამთავრებ, იტყოდა, რომ რა მნიშვნელობა აქვს 12 სიტყვაზე 11 საათს და 58 წუთს დავწერ თუ 12 საათს. და ამან შეიძლება შემიცვალოს სახლი. ხო ესეა? ნინო, ჩემი დაკვირვებით, მე და ჩემი მთელი სამეგობრო ვართ 90-იანების ბავშვები, ასე ვთქვათ და ჩემი დაკვირვებით მათი რუკებით რაც მაგ ნახიან, რაც მოგვიძიებია ინფორმაცია, ყველას უწერია ნახევარი ან სრული საათი და ჩემი აზრით მაგ წლებში ამრგვალებდნენ. მე მაგალითად პირველის ნახევარი მიწერია და რო გავასწორეთ საათი, უფრო სხვა მონაცემები მოგცა, მაგრამ მე მგონი რომ უბრალოდ ამრგვალებდნენ და ან სრულ საათებს წერდნენ ან ნახევრებს. მეც როდესაც მე როგორც აი სხვის უკას რომ ვამბობ და კი ვიცი ზუსტი საათი, ზოგი კი იმასაც მეუნება რომ ასტროლოგთან გაასწორა და როგორც კი მეუნებიან ზუსტ საათს 30 წუთს და 15-ს და 45-ს. ან დავუშვათ 00 15 30 45. აი იმ წამსვე მიჩნდება დამრგვალების როგორ გითხრათ, აი რომ ვიღაცამ ეს ციფრი დაამრგვალა და 53 შეიძლება იყო, ან 34 და მაინც 30 წერია. სხვაზე რო არ გითხრათ, მე გეტყვით მარტივ მაგალითს, არ შეიძლება ვთქვი კიდევაც, ჩემი დიშვილის დაბადების წუთზე, რომელიც ჩემ ადამ შევხედეო, მითხრა უკვე იცოდა რომ უნდა შეეხედა, მაგრამ ეს საათი იყო ციფერბლატიანი ისრებიანი საათი და ვეუბნები რომ თხის გარეგნობა ადამიანს, აი ასცენდენტი თხის რქა და ნუ არ არის ეს ჩემი
დიშვილი ასცენდენტით ხის ხატა რა გავაკეთო ვერ არის ვერაფრით ვერ არის აშკარად ну და ну გავასწორეთ საათი მაგის მიხედვით რა იმიტომ რომ აი სულ რაღაც 2 წუთში თუ 3 წუთში შეიცვალა მისი ასცენდენტი არც კი 1 წუთში მე მგონი ხო იმიტომ რომ იმას ის მეუბნებოდა 16-ს და მე მგონი 17-ზე შეიცვალა ასცენდენტი რა ხო და ესეც ან დედასაც კი ვერ ვენდობი ხვდებით რაღაც მომენტში რა მეც რომ მითხარით სოფო რომ აი 2 წუთი იყო განსხვავება და ასცენდენტი მაინც სხვა ხო მგონია აი თქვენ გითხარით ხო თაკო იმიტომ რომ ასცენდენტი არის გარეგნობა თვალში საცემი არის აი ერთხელ მქონდა შემთხვევა როდესაც მეუნება ადამიანი რომ ისე და ქვია რომ ბუნებრივად აქვს ეს ხუჭუჭი თმები რა და ну თურმე არ ქონია და ასცენდენტზეც ეს ანუ რა გავაკეთო ეხლა ну გარეგნობისთვის მინდა მონაცემი ზუსტი და თუ მაგ რა შემსახურება ეს ტყუილი ვერ გავიგე. არ ვიცი, აი ზუსტად არ ვიცი, ანუ ადამიანს ასტროლოგია აინტერესებს, უნდა რომ შეადგინოს რუკა, მერე ეს გაპროგნოზები და რაღაც მიყვეს ხო ყოველწლიურად თავის სოლარს და რაღაცას და თავარი, ანუ შენი რუკა არ არის, დაბადების საათი არ იცი, შენი რუკა არ არის და ასე უსმინე რომ ამბობენ რომ მერწყულებს ან რაღაც ლომებს ან თხისქებს ესელი და ზუსტად ისეთივე შეუსაბამო იქნება როგორც სხვის რუკაზე, სხვისი რუკით ხელმძღვანელობენ და რა ვიცი ახლა მე ისიც კი არ მისმოდა ბავშვობაში რომ ცვლიდნენ ტანსაცმელებს დაქალები და ისინი ხო იცით ეს და ახლა სხვისი ტანსაცმელი არ შემიძლია და სხვისი რუკა რა მინდა არ საერთოდ ვერ წარმომიდგენია რა რისთვის აკეთებენ ამას რუსა მე მგონი გიპასუხეთ ამაზე ხო რომ აი რა პრინციპით ვამბობ არ ვაკეთებ სახლებს არ გულისხმობ ასევე ბატონო გასაგებია კი იმიტომ რომ მე რა ვიცი როდის დაიბადა კიდე არის ის რა ქვია ზოგი ხო იცით რაღაცა დაბადების რიცხვსაც კი მალავს არამედ თუ საათს ოკეი ვარც ვეკითხავ რა სანამ გააგრძელებ რეტრო ქირონი და აი რეტრო აღმავალი და აღმავალი იმიტომ რომ მე რეტრო ქირონი მყავს და რეტრო აღმავალი მაქვს სუსავი რეტრო პლანეტა მყავს იუპიტერი ქირონი და აღმავალი და აი ქირონზე და აღმავალზე რა ხდება რეტრო აღმავალზე ვილაპარაკოთ ცალკე იმიტომ რომ ყველას რეტრო აქვს დირექტიული ვისაც აქვს იმას მე ეწება ეს არის ნორმა როცა რეტრო გვაქვს ყველას პირიქით მეტის კვანძები და რაღაც შემთხვევაში როცა ილუზია იქნება ის კონკრეტული ადამიანებს მე გვიან ერთობათ ისევ გადმოდიან ამას გვიან ერთობათ კარმული პროგრამები ესეთი ქირონსაც შეხება ქირონი ხო ვიცით ხო რამდენი ხანი ჩერდება და რამდენი ხანი არის და ვიცით ზუსტად თუ არ ვიცით ქირონს გახსოვთ ყველაზე ცუდად თუ კი რომელიმე პლანეტა დავახასიათე და მოგიყევით რომელზეც ეს იყო ქირონი იმდენად ბევრი ბუნება აქვს რომ არ ვიცი აი უცბად გეუბნებით და ახლა ქირონზე ცალკე რომ ვილაპარაკებთ იქიდან რა დასკვნებსაც გამოიტან შემდეგ ლექციაზე გვექნება ოღონდ ქირონი ნახავთ უბრალოდ ზედა პლანეტები როგორც ნიშანში ჩნდებიან დიდხანს ასე რეტროც შედარებით რამდენიმე რაღაცა პერიოდი უფრო დიდხანს რჩებიან და დირექტიული სტაციონარიც უფრო დიდხანს რჩებიან და უფრო მეტი ადამიანია ხოლმე თითქოს ამ დროს დაბადებული და ეს რეტროზე რო ამბობენ რომ შედეგებს უფრო გვიან მოგიტანს ანუ მაგალითად იუპიტერზე ჩემთვის ბევრჯერ ვთქვამთ რომ აი წარმატებას უფრო გვიან ასაკში მიახდა იმიტომ რომ რეტროა ესე მუშაობს იმიტომ რომ აი პირველი რაც თქვი პლანეტებზე თქვი რომ გარეთ გამოხატული არ არის მათი თვისებები შიგნით მუშაობს და ის აგვიანებს მოსვლას ჩვენ ცხოვრებაში რაღაც კარიერული წინსვლა იქნება თუ პირადი ურთიერთობები იქნება და ნახეთ აი ასე ვიტყვი რადგან შიგნით არის ეს ენერგიები მიმართული ამის დამუშავება შიგნით რაც უფრო მალე ხდება მით უფრო მალე გამოდის გარეთ მე გითხარით ზედა პლანეტებზე რომ უცბად აი გადის რაღაცა წლები და უცბად ეს ადამიანს სხვა თვალით შეხედა ვერ წარმოიდგენ რომ თურმე რა შინაგანი სამყაროა შიგნით განვითა და მალე რაც უფრო მუშავდება ეს თემა მით უფრო აი ცალკე პლანეტებზე ხარ რომ დავიწყებ საუბარს უფრო მიხვდებით რას გულისხმობ ცალკე რომ მუშავდება ჩავშლით კიდე ხო მე მაინტერესებდა ძალიან ველოდებოდი ორ ნაწილად იმიტომ გავყავით თავის დროზეც გითხარი წინა ლექციაზე თქვი რომ ორ ნაწილად იმიტომ რომ ბევრია თითო პლანეტაზე
სალაპარაკო. მაგრამ რეალურად ცუდს არ ნიშნავს ეს რეტრო, ხო, როგორც არა, არ აღმოჩნდა ნიშნავს, კონკრეტულ აი, ადრე მიმართულებას. ითვლებოდა, რომ თავიდანვე ნიშნავს, ნუ აპრიორი ცუდი მდებარეობა იყო, ესე განიხილებოდა და არ ნიშნავს ამას და აი ხა მაგალითად რეტრო მერკურზე დავიწყებ ლაპარაკს და კი მივხვდები, ბატონო, რაზე ხომ შეიძლება ბოლოს დავსვავ. რეტროგრადული მერკური. ნუ ამაზე ხო ძალიან ბევრი მიმი და რა ვიცი, ასე ვთქვათ, საღადაო თემა არის რეტრო მერკური. წლის განმავლობაში ყველაზე ხშირად მერკურის რეტროგრადულობა ხდება, ამიტომ ხდება ყურში, იმიტომ რომ სამჯერ არის წელიწადში რეტროგრადული მერკური და სამ-სამი კვირით ხდება რეტროგრადული. და რა თქმა უნდა, ხო ბევრი ყავს ეგეთი ადამიანი, ხო? წელიწადში სამ-სამი კვირა ნიშნავს, რომ ჯამში 2 თვის განმავლობაში იბადება რეტროგრადული წელიწადში 2 თვის განმავლობაში არ არის ხო ცოტა პროცენტი 1/6 არის ახლა მთელი წლის და შესაბამისად რეტრომერკურიანი ბევრი შეიძლება შეგხვდეთ ცხოვრებაში. აი მერკურთან ვიტყვი ერთ რამეს რა რომ მერკური შეიძლება იყოს დამწვარი ამას ცალკე ვისაუბრებთ მერკური როცა მზესთან ძალიან ახლოს არის და ასევე მერკური მზის წინ მდებარეობს თუ მზის უკან ანუ უსწრებს წინ თუ მის შემდეგ არის ამასაც აქვს მნიშვნელობა და ამაზეც გვექნება საუბრი და როდესაც ასპექტებზე გვექნება საუბარი მაგრამ აქვე მინდა გითხრათ ეს რომ ძალიან სიახლოვე ან წინ არის და უკან არის ამასაც ექცევა მნიშვნელობა გარდა რეტროგრადულ აი და აქვე ვიტყვი რომ თუ წინ არის რეტრო მერკური მზის წინ დგას ძალიან გონება მახვილი არის ხოლო თუ უკან არის შეიძლება ის ცუდი კი არ იყოს იმაზე მიანიშნებდეს რომ მას აქვს კარგი ვოკალური მონაცემები ანუ უსწრებს ხომ გრადუსებით? აი მზე არის დაუშვათ 15 გრადუსზე და მერკური ის არის 11-ზე არა 10-ზე 9-ზე ესე ხო? ან უკან ნიშნავს რომ თუ მზე არის 15-ზე ის არის 20-ზე. აჰა. შემდეგ გრადუსით ნაკლები აქ ანუ როცა უსწრებს და მეტი აქ როდესაც შემდეგ არის. და რეტრო მერკურის პრობლემები მე ვინაიდან კომუნიკაციის თვალსაზრისით ეს ნაკლები მაქვს ამ მიმართულებით როგორც აუტისტური სპექტრის ბავშვების მიმართულებით რეტრო მერკური ძალიან ხშირად იწვე დაზიანებული მან რეტრო მერკური ამ თვალსაზრისით კომუნიკაციის არ ქონას ძალიან ბევრს აქვს მერკური რეტრო ვისაც აუტიზმი აქვს და გარდა დაზიანებული სხვა პლანეტებით ეს სხვა რეტრო მერკურზე ვამბობ იმიტომ პირველ რიგში რომ მერკური არის კომუნიკაცია პირველი რაც იბლოკება აუტიზმის დროსაც არის დაბლოკილი არის კომუნიკაცია. ასეთ ადამიანებს კომუნიკაციის არ სურვილი აქვთ, არ უნდათ რომ ილაპარაკოთ. ჩვენ არ ვიცით შიგნით აზროვნება როგორ მიდის, იმიტომ რომ მარტო ვერბალურად შეგვიძლია აზროვნება შევაფასოთ ხო ადამიანების. რეტრო მერკური რაზე მიუთითებს? მიუთითებს იმას, რომ შეიძლება კონდეს სირთულეები ძნელად ალაგებდეს ურთიერთობას დედმამიშვილებთან, ან ძალიან დამოკიდებული იყოს დედმამიშვილებთან ურთიერთობას, აი ჩაციკლული იყოს თავის დაძმებზე და საზღვარს ვერ თავდება ჩემი მისი ვერ აი გადაყოლილი დები ან გადაყოლილი ძმები ასეთ დამოკიდებულებას და ხშირად მე უჩნდებათ რომ აი არ დაუფასეს ესე ვთქვათ ხო უჭირთ რეტრო მერკურის უჭირთ აი მთავარი რაც უნდა ვიცოდეთ ვისაც რეტრო მერკურის შვილი ყავს ან თვითონ რო ვართ ერთ პორციად ესე ვთქვათ ბევრი ინფორმაციის მიღება არ შეუძლიათ ეს არ არის ეს ადამიანები რომლებიც დასხდებიან დაიწყებენ მეცადინეობას დილით 10 საათზე სიტყვაზე და საღამომდე ესე ბეჯდათ იმეცადინებენ არ არსებობს ეს მერკური დაждდება რეტრო მერკური მოვა ჰოპ გაიმერ უნდა შეცვალოს ერთი და იგივე თემაზე დიდი ხნით კონცენტრაცია უჭერთ ხოლმე ეს არ ეხება როცა რეტრო მერკური ვისაწყავს და არის პლანეტაზეც მერკურის რეტრო მდებარეობა არის ჩემი შვილია რეტრო მერკური და მე აი ამ სამ კვირას წელიწადში ან ორ თვეს წელიწადში იმისთვის ვიყენებ რომ მაქსიმალურად დიდი მოცულობის ინფორმაცია აითვისოს. ეს იმას არ ნიშნავს რომ არ მეცადინეობს სხვა პერიოდებში, მაგრამ აღქმის უნარი, ანუ ათვისების უნარი აქვს უფრო ბევრი
ანუ უფრო ბევრი ინფორმაცია შეუძლია მიიღოს და სიბეჯითე სწავლაში გამოავლინოს მაშინ, როდესაც მისი მერკური თავისნაირია, ანუ როგორც მას აქვს რეტრო, ისეთივე მერკურია ცაზე. რეტრო მერკურის თავისუფლება არის, ვისაც რეტრო მერკური ყავს, ისე რომ ამჩნევს ისეთ ნიუანსებს და წვრილმანებს, რომელსაც ჩვეულებრივად ვერ არჩევენ დირექტიული მერკურის პატრონები. მაგრამ თუ ეს რეტრო მერკური აი ამ მომენტში დავშვა დაზიანებულია, ნახეთ, რეტრო მერკურია და წვრილმანებს ამჩნევს. თუ ეს რეტრო მერკური დაზიანებულია, ეს შეიძლება გამოიხატებოდეს იმაში, რომ არის მეწვრილმანე და აი რაღაცა ტვინს გვიბურღავდეს, რომ რაღაც აი ხო ხდებით აი რაღაც ის არ არის ესე და ეს 2 გრადუსით მოატრიან და აი რაღაცა მეწვრილმანეობაში გადაუვიდეს. რეტრომეტრული ხშირად არის არმაცი. ესეც არის მისი ვიცით რომ მერკური არის ვიზძის სუში როგორც ყველგან რომ მიდის და ჩქარდა დაფრინავს და ფრთები აქვს მოსხმული და სულ მოძრაობაშია და არ ეზარება იქით-აქეთ სიარული და რეტრომერკურიმ შეიძლება გამოიწვიოს სიზარმაცე. აი ლაპარაკიც რო ეზარება იმ დონის სიზარმაცე. მეორე მერკური ადამიანი, რომელიც ჩემ ცხოვრებაში არის, რეტრომერკური ადამიანი, ჩემ მეუღლე არის, რომელიც არის ყველაზე მუშა და მშრომელი ადამიანი, ვისაც კი ვიცნობ ფიზიკურად და რომელსაც ოღონდ არ ალაპარაკო. აი მეტყველების ურჩევნი ჩუმად იყოს რა. ლაპარაკის მომენტი ეზარებათ. აი ეზარებათ კომუნიკაცია, შეიძლება მოძრაობაც ეზარებოდეთ ვიღაცას, ხო? რეტრომერკურის დროს თქვი უკვე ხშირია ავარიები, უფრო სწორედ ავარიები კი არა, მანქანის გაფუჭება, წვრილი ტექნიკის გაფუჭება, რა ქვია, ტელეფონების, კომპიუტერების ტექნიკის მწყობრიდან გამოსვლა ზოგადად ეს უკვე ვახსენეთ და რა ხდება მაგალითად, როდესაც რეტრო მერკური არ ყავს და ძალიან ხშირად რეტრო მერკური ემთხვევა ფასდაკლებების პერიოდს ხოლმე და რა უნდა გავაკეთოთ? რა უნდა გავაკეთოთ და მზად უნდა ვიყოთ იმისთვის, რომ რეტრო მერკურზე ნაყიდი წვრილი ტექნიკა მალე გამოვა წყობიდან და ვერ გამოვიყენებთ ახლა და ნუ როგორც ვიცით, შეგვიძლია რომ თავი ავარიდოთ ამას რიგი ფაქტორებით, ხო ესეა? და ეს უახლოესი მარკეტინგული პერიოდი არის მათი ძიან? ბატონო? აი წაღენ რომ ახსენეთ, ანუ ფაზაკლებები ემთხვევა რეტრო მერკურსა და ანუ მათი ძიან რომ ამთხოვენ თუ უბრალოდ ემთხვევა? ანუ მარკეტინგულად წინა წელს დაემთხვა რა მაგალითად რა იმიტომ რომ სამ თვეში ერთხელ ხდება ხო და სადღაც სამკვირა ესე ეხლა მაგალითად ჩემ რეტრო მერკური არის 9:29 პარასკევთან არის ახლოს თუ რაღაც და მაგით ეხლა არის 9:29 ნოემბერი რეტრო მერკურის პერიოდი პარასკევს ემთხვევა კი ემთხვევა ხო კი რაც ვიყიდა ყველაფერი დავაბრუნე საერთოდ აი ყველაფერი ტანსაცმლით დაწყებული ტექნიკით დამთავრებული შარშან აი ესე შევწდი ზოგჯერ გაზაფხულზეა ეს ხო ხდებით ახლა რეტრო მერკურიზე ვამბობ ამას რომ წელს არის მაგალითად წელს არის ბოლო წლევანდელს რაც დაემთხვევა არის 9:29 ნოემბერი შემდეგ წელს არის აი უყურეთ ახლა 26 თებერვალი 20 მარტი ანუ სარვამარტო ფასდაკლებები ვიცით ხო გავმაზეთ ასე ვთქვათ რა მერე არის ივნისში ივნისის ბოლოდან ივლისის 23-მდე 29-23 ივლისი 29 ივნისი 23 ივლისი და მერე არის ოქტომბერში მაგალითად 24 ოქტომბერი 13 ნოემბერი ავთვით ახალწლო გაგვიმართლა ხო ამ შემთხვევაში რაღაც მომენტში რა და აქეთკენ წამოვა ახლა ცოტა უკვე გვექნება რაღაცა. 2000 ახლა უყურებ რეტრო რუკა მაგახსნილი და 2029 წელს იანვარში იქნება. 7-27 იანვარი. მთლიანად პოსტსა ახალწლო ისინი არ ვარგან წვრილი ტექნიკის საყიდად. იმ ადამიანებს კიდევ ვიმეორებ.
იმ ადამიანებისთვის, ვისაც რეტრო მერკური არ გვყავს. თორე ჩემი შვილი ეხლა და ჩემი მეუღლე თავისთვის პერსონალურ ტელეფონს რო იყიდიან, რეტროს უნდა დაამთხვიონ. და მტვერსასრუტი რომ აქ საყიდი, მე უნდა ვიყიდო, როცა რეტრო არ არის და როცა ჩემმა მეუღლემ უნდა იყიდოს, როცა რეტროა. ხო ხდებით, რასაც ვამბობ. ოჯახისთვისაა, მისი ნაყიდი რეტრო მერკულზე გამოგვადგება, ჩემი ნაყიდი არ გამოგვადგება. ამას იცით რატო ვაქცევ ყურადღებას? ისევე ნორვეგიაში რომ ცხოვრობდეთ და მტვერსასრუტის და ტელეფონის გამოცვლა რო არ იყოს ბიუჯეტში ხარჯი, ხო ხდებით? არა აქვს მნიშვნელობა. თორე ხა ტელეფონში, კარგი ტელეფონს თუ ყიდულობ და სადღაც 1000 ლარს და ნუ რა ვიცი ხა ზოგი 37,000-საც ხარჯავს. იმას იყიდი და სამ კვირაში გაგიფუჭდება, რთულია, ხო? თორე ისეთ ქვეყანაში რომ ცხოვრობდეთ, სადაც ტელეფონის ყიდვა ბიუჯეტში გაწერილი ხარჯი არ არის, მაშინ შეიძლება სულაც არ მივაქციოთ. ანუ სოფო თქვენმა მეუღლემ რომ ოჯახისთვის იყიდოს ტექნიკა ის გამოდგება რეტროზე. კი, არ არის აუცილებელი მისთვის პერსონალურად. აი ნებისმიერი ნახეთ მის თუ ნაყიდი ჩემთვის ტელეფონს იყიდის, ისიც იმუშავებს, რომ მან იყიდა, მან გადაიხადა ეს ფული. მისი ფული, ასე ვთქვათ, აი ხო ხდებით, მან უნდა შეიძინოს. სიტყვაზე მე ჩემი ხელფასით კი არ უნდა შეიძინოს, ან მე მისი ხელფასით კი არ უნდა შევიძინო. ჩემმა შვილმა იმუშავა წინა ზაფხულს, მამამისთან მუშაობს, შეაგროვა ფული და რეტრო მერკულზე იყიდა ტელეფონი. ჩვენივრად. გადასარევ ეს ხო ბავშვზე ვლაპარაკობ ეხლამეს და ანუ ჩვენი მიცემული ფულით არა, თქვენ ყიდულობთ მაგას. თქვენ ყიდულობთ. ანუ თქვენ როცა ყიდულობთ, თუ თქვენ მას ფული აჩუქეთ, ეს უკვე მისი ფულია და რაც უნდა ის გააკეთო. ეს სხვა თემაა, ხო, კიდე? მაგრამ მე რომ მისთვის ვყიდულობ, მე არ უნდა ვიყიდო, ხვდებით რას ვამბობ? ფული ვაჩუქე, იმან იყიდოს. აი ესეთი სიტუაცია შეიძლება. ვატყუებთ პლანეტას. კი არა, ვატყუებთ მისი მოკლედ ვემორჩილებით მის ზემოქმედებას, ესე რა ვთქვათ, ხო? ეს მერკურზე ვილაპარაკეთ. ახლა რეტროვენერაზე ვთქვით ის, რომ წინა ცხოვრებაში რეტროვენერა მიგვინაშნებს იმას, რომ რაღაცა ამ სასიყვარულო ურთიერთობებში ან სხვის ფულებთან ცუდ ურთიერთობებში ვიყავით და თლად კარგად არ ვიქცეოდეთ. ვენერა რეტროგრადული ხდება სადღაც 18 თვეში ერთხელ. და ისიც ესე 3 კვირით. რას მიუთითებს ეს არის ემოციური სფეროს, რეტროვენერა ემოციურ საკითხებთან პრობლემატიკას მზე მიუთითებს, ქალებთან ურთიერთობაში ვაზე პრობლემებს მიუთითებს, კაცის რუკაში, სასიყვარულო ურთიერთობებში პრობლემებს მიუთითებს. ერთმა მითხრა, რომ კაცს თუ დაზიანებული ვენერა აქვს, მიუთითებს ჰომოსექსუალ არ მიუთითებს დაზიანებული ვენერა, არც რეტროვენერა ორიენტაციაზე არ მიუთითებს, ამაზე მე ვილაპარაკებ. აი ესეთ რეტროვენერა ადამიანები თავს ხშირად მარტოსულად გრძნობენ, გარიყულები არიან, ძალიან შეიძლება ძალიან კარგი ადამიანები იყვნენ, მაგრამ ვერ გამოხატავენ. აი უცბად რო არ მოელის შეიძლება ლექსი წაიკითხოს ისე რომ გული წაგივიდეს, სადაც ხემლი მოგადგეს თვალზე, მაგრამ ეს იგივე რეტროვენერა თუ დაზიანებულია, ეს ადამიანები შეიძლება ეგზიბიციონისტები იყვნენ, აი რომ გახtildeები რო დადიან ქუჩაში რო დარბიან ეგეთი. რეტროვენერას ადამიანებს უჭირთ ქორწინებაში შესვლა, პარტნიორის მოძიება უჭირთ, უჭირთ იმიტომ რომ აი ერთი ვიცი აქვს რომ სულ ეძებენ თან აი სულ ეძებენ ვიღაცას ვისთანაც როგორ ვთქვა გააბავენ ურთიერთობებს და ძებნის პროცესში არიან და თუ რეტროვენერას რუკაში ნახავთ ვინმე ადამიანს უნახავთ უთხარით რომ ურჩეთ რომ არ ეძებოს იმიტომ რომ თვითონ მოვა და რატო გეტყვით ძიების პროცესში ის ვინც უნდა მის ცხოვრებაში მოვიდეს შეიძლება გადაწყრილოს და რეტროვენერა ამბობენ ესეთ ერთ ამბობენ რომ ამბობს გულისხმობ ასტროლოგებს ხოლმე ხო და არა გადაცემა ამბობენ რომ ამ ასტროლოგების ზოგი ნაწილი მიიჩნევს რომ რეტროვენერა მიუთითებს იმაზე რომ ადამიანის ცხოვრებაში კარმული ურთიერთობები ექნება პირად ურთიერთობების გულისხმობ რომ ერთ და იგივე ადამიანები მოვა მის ცხოვრებაში
რომ მისი აი ეს რაღაც თვისებები განავითაროს და რაღაც ესე ვთქვათ დახვეწოს ადამიანო, ხო და ისწავლო რაღაც კონკრეტული ზოგადად დაზიანებულ ვენერაზე გეტყვით, ანუ ვენერა, როდესაც ქალწულსია, ვენერა, როცა მორიელშია და ვენერა, როცა რეტროგრადულია, ან დაზიანებულს რატო ამბობენ? ნუ ახ დაზიანებულია ხო, როცა ურთიერთობები საწყობა არ შეგიძლია. ძალიან მომთხოვნი ვენერები შეიძლება იყოს, ანუ ძალიან მომთხოვნი პარტნიორის მიმართ. რაღაცა, აი, იცით როგორი გოგოები ვიცი, რომელსაც აი ხარი ვიღაცა რომ აი ამისგან კაი მენეჯერი გამოვა ესე და უნდა წავიდეს კარიერა გაიკეთოს. როგორი გოგოები ვიცით, რომ ბავშვობიდან რო ოცნებობენ, რომ ოჯახი ყავდეს და არ ყავთ. იმიტომ კი არ ყავთ, რომ ვინმე არ გამოჩნდა. პირიქით, ბევრი ყავთ. დიდ და ყველა დაიწურკაწუნიებს რო ვეძახით, ძალიან ხშირად არიან რეტროვენერები ან დაზიანებული ვენერა, მით უმეტეს ვენერა ქალწულში და ვენერა მორიელში. განსაკუთრებით მორიელში ვენერა ქალწული და კი ნამდვილად ცოტა რთული არის ურთიერთობის. ვის ანუ ჩემი მეგობარი არის რა და რეალურად ურთიერთობა ესე ასე ვთქვათ უნდა რა რომ რაღაცა იყოს სერიოზული ურთიერთობა, მაგრამ რაღაცნაირად არ ეწყობა მარტივად ეს ყველაფერი. გადაეცით რომ lower your expectation თქო და აგეწყობა ყველაფერი თქო. სხვანაირად თუ ქალწულს ვენერას ვიკითხავ, შეიძლება აქვე მიგივე ვენერაზე, ოღონდ მორიელის შემთხვევაში ჩემი მეუღლეა და აი პირიქით საოცარი პარტნიორი, აი იდეალური მამაკაცია ყველანაირად. ანუ აქ რაღაცა ვენერა, ქალის ქალის რუკა, ეგ მომენტი გამოვრჩა ბოდიში, კარგი. ანუ კაცის რუკაში აშკარად კარგად მუშაობს. ქალის რუკაში საკუთარ ქალურ ენერგიას აღნიშნავს და კაცის რუკაში ქალურ ენერგიას აღნიშნავს, რომელიც მას იზიდავს. აჰა, კი ბატონო. ანუ ცოტა მისტიური, ცოტა რაღაცნაირი ქალები, ძლიერი შინაგანად, რაღაც მაგიტომაც არის კარგი გასაგები. ანუ მორიელი ვენერას ტიპაჟი ქალები მოწონს, თქვენ მეუღლეს იზიდავს ესეთი ქალები. და ეს ქალის რუკაში ჩვენს პირდაპირ შინაგან როგორც ქალის რუკაში მამაკაცს აღნიშნავს მარსი, ხო, ხშირად და როგორი მამაკაცები გვიზიდავს ის ტიპაჟი ჩანს ხოლმე. ხო, რა რეტრო მარს ასევე რეტრო ვენერას ბოდიში ასევე შეიძლება თანდები ფინანსური პრობლემები ქონდეს, ფინანსების მობილიზების პრობლემა, ფინანსების მუდმივად გაფლანგვის პრობლემა, უფინანსობა არა, ნახეთ. აი ფინანსებთან პრეზიდენტ ტრამპის deal რო არ შეუძლია, deal ხო ყავს. ურთიერთობა არ შეუძლია ფულთან, ანუ არ გამოსდის წესიერად ან სუვალებშია, ან სუ მისი ვალები აქვს ვიღაცას, ან სუ აკლდება 20 თეთრი და აი რაღაც ესეთი ან ეს რო აქ აი ოვერდრაფტების და ტიპები არიან ეგეთი. მივედით მარსთან. ახლა უკვე მარსზე როცა ვიტყვი რომ რუკაში კაცის ნიშნავს თუ თავის თავზე და ქალის რუკაში კაცს ნიშნავს. რეტროგრადული მარსი 2 წელიწადში ერთხელ ვენერაზე რა გამოჩა ბოდიში. ჩვეულებრივ ჩვენ ვისაც ვენერა არ გვაქვს retro ვენერას დროს ჩვენ ცხოვრებაში შეიძლება გამოჩნდეს ჩვენი ძველი თაყვანისმცემლები, ჩვენი ძველი ჩვენ რომ მოგწონს ქრაშები, ესე ვთქვათ, და ასევე შეიძლება გამოჩნდეს ძველი მეუღლეები, ძველი ანუ ექს მეუღლეები. ძველი ადამიანები შეიძლება, მათ შორის მეგობრები შეიძლება მოიყვანოს. აი რეტრო მერკურმა უფრო შეიძლება მეგობრები და ახლობლები დიდი ხნის უნახავი მეგობარს ქუჩაში შემთხვევი წააყრე. რა ლამაზი გოგო ყავთ უკან, თამილა, რა საყვარელია. ბებოს სიხარული მოაკლდა ეთყობა, ბებოს ყურადღება. აი კვირაობით სტუმრობენ მაინც და ხო, მე საქნას ეხა უნდა. ცოტა ხანში გამოუშვებ, ბებოს არ არის პრობლემა ხო. აი ესეთი, ანუ უცბად რო წარმოიდგინე, აი უცბად შუაღამისას რო გირეკავს და ექს თუნდაც სკოლის დროინდელი თაყვანისმცემელი დაგირეკავთ მაშინ დაკორებული ვარ კი მაგ პროცესს ანუ არის რეტროგრადული მაშინ გაახსენდეთ სამსულში თუ ვინმე არის დარჩენილი ყველა მაგ დროს
ვისაც ვენერა ჩვეულებრივ დირექტული ყავს, იმას ვამბობ, რომ ამოტივტივდებიან მკვდარისულები და ისევე როგორც რეტრო მერკურიმ შეიძლება მოიყვანოს ძველი ნაცნობ ახლობლ მეგობრები. არა არ გულისხმობ აქ რომანტიკული მის გარეშე. თუ გაახსენდი ყოფილს, ქმარი იქნება თუ შეყვარებული იქნება თუ უბრალოდ თაყვანისმცემელი, შეიძლება ვენერა იყოს დიდი ალბათობით ვენერა არის რეტროგრადული იმ წუთას ცაზე. ამ ენერგიას ძველ სიყვარულს ახსენებს დირექტული ვენერას პატრონ ადამიანებს. მარსი რეტროგრადული 2 წელიწადში ერთხელ და თვენახევრის განმავლობაში ხდება. რას ნიუმზე მიუთითებს რეტრო მარსი ქალებშიც და კაცებშიც, მაგრამ ვინაიდან მამაკაცური ენერგიაა, უფრო მეტად კაცებში, უფრო მეტად არის უფრო აშკარად ჩანს. იცით, ქალის პასიურობას საზოგადოება ისედაც შეჩვეულები ვართ, რომ ეხლა ძალიან აქტიური არ არის და რაღაცა ეს ჩვეულებრივ მომენტად აღიქვება. კაცის რუკაში თუ არის რეტრო მარსი, ეს მიუთითებს იმაზე, რომ ის არის ნაკლებად აქტიური. ენერგია, თქვით, რეტროპლანეტების შიგნით არის მიმართული. ანუ მისი ეს ენერგია შიგნით საკუთარი თავის განვითარებაზე ვერ ვიტყვი. მარსი არის აგრესიული, მოქმედითი ძალა და შიგნით რომ მიდის, არ მგონია რომ ავითარებდეს, ალბათ უფრო რაღაცა საკუთარი თავის ჭამით არიან დაკავებულები. ასეთი ადამიანები და ისევ განსაკუთრებით მამაკაცებზე ვიტყვი, ქალებიც, მაგრამ განსაკუთრებით მამაკაცები არიან ცოტა ნევროზულები, დეპრესიულები, საკუთარ თავში არ არიან დარწმუნებულები, ფიზიკურ ძალაშიც არ არიან დარწმუნებულები. იცით, რომ დაზიანებული მარსი, ზოგადად დაზიანებული მარსი ვამბობ და რეტრო მარსი კაცებში შეიძლება იმაზე იყოს, რომ მთასავით კაცია და ესა რა ქვია, ვიღაცა პატარა რო შეუბრღიროს, შეიძლება გაიქცეს, როგორ თქვა, ესეთი, იმიტომ კი არა რომ ეშინია, იმიტომ რომ არ ჯერა საკუთარ თავში არ არის დარწმუნებული და ამით არის გამოწვეული დაუშვათ ის შიში თუ გაქცევის ის უფრო ფრთხილები არიან რეტრო მარსის, იმიტომ რომ აქტიური ქმედებები მათთვის არის რეტრო მარსის ხვდავს აქტიურ ქმედებებს. შინაგან ეს ხო არ მეთქვა, არ გეტყვის, მაგრამ დაგეგმავს, რომ ეხლა მივალ ესე ვეტყვი, ისე ვეტყვი, ასე ვეტყვი და მე არ ეტყვის ამას, იმიტომ რომ ვერ ამოთქვავს. არ უყვარს არანაირი კონკურსი, შეჯიბრი, შეიძლება კარტიც და ნარდიც არის თამაშობს, რომ ვაიმე არ წავაგო, ამ შიშით. ანუ ამას ძალიან დიდ მნიშვნელობას ანიჭებენ. ისედაც თვითშეფასება აქვთ ხოლმე როგორც წესი დაწეული ასეთ ადამიანებს. იცით, არ გულისხმობ, რომ აუცილებლად ცუდი უნდა იყოს. რეტრო მარსი შეიძლება იყოს და ცუდს კი არ ნიშნავდეს, ცოტა დაქვეითებულს ნიშნავდეს, ხო? და ამიტომ და ეს ენერგიულობა ზოგადად ქალების რუკაშიც რეტრო მარსი შეიძლება ამას ნიშნავდეს, რომ ენერგია, სულ იღლება ადვილად, ენერგია არ აქვს, ესეთი ტიპის ადამიანი შეიძლება, იმიტომ რომ კაცი მარსი ქალის რუკაში ხო ესე მუშაობს, რომ შიგნით რომ გამოიღო და აგრესია, აქტიურობა ქმედება, ამიტომ თუ ეს რეტრო არის, უფრო შიგნით მიდის, თვით გვემით რო ვთქვა, ესე ოღონდ არ არის ხო ეს ყოველთვის თვით გვემა არ არის, ხო ხვდებით, ან პროცესი მიმართულია შიგნით. კიდე რომ ვთქვით, რომ ქალის რუკაში მარსი კაცს ნიშნავს, თქო, კიდე იცით რეტრო მარსმა რა შეიძლება გამოიწვიოს, რომ საერთოდ არ უნდადეს არა ორიენტაციის გამო, უბრალოდ მამაკაცი არ უნდადეს ზოგადად თავის ცხოვრებაში არც ერთი ფორმით. ანუ არ უნდადეს პარტნიორული ურთიერთობები, არ უნდადეს კაცთან რაღაც სასიყვარულო ურთიერთობების ქონდა, იმიტომ რომ ურჩევნია რომ მარტო იყოს, არ უნდა კაცი თავის ცხოვრებაში. ამაზე შეიძლება რეტრო მარსი მიუთითებდეს. ხო და რა თქმა უნდა, მარსის რეტროობა ნიშნავს იმას, რომ ჩვენ ენერგიას, რომელსაც ვიყენებთ აქტიურად, სხვა მიმართულებით, იქით გავცემდით, იქით გადავცემდი ამ მოქმედებდი, აქტიური ვიყავი ფლირტში, ცხოვრებაში, საქმიანობაში, ახლა და ამას არ ვაკეთებდი სასიკეთოდ.
არა მარტო სხვების ჩემ დასასიკეთოდაც არ ვაკეთებდი დაუშვათ უაზროდ ლანგავდი საკუთარ ენერგიას. ეხლა რაც თქვით, აი ესე შემაჯამებლად შემიძლია. კიდე მერკურიანული, კიდე ვენერას და კიდე მარსიანული ენერგიები არასწორად ხარჯვის გამო არის ეხლა ეს გამოხატვა არა გარეთა, არამედ შიგნით. ანუ იგივე ენერგიები მიმართულია შიგნით, რომ მე ამ ენერგიების მართვა ვისწავლო. ახლა თქვენ შეიძლება დასვათ კითხვა, რომ აი დავუშვათ მაგ მე რეტრო მარსი მამაკაცის რუკაში და ეს ძალიან აქტიურია, ძალიან რაღაცა. ისტორიები არ ხსმენიათ, რომ აი ამ კლასამდე რეტრო მერკურის ადამიანებს და მოგიყვებით ახლა ერთ-ერთ მაგალითს, რომელიც ვიცი, რუკაც მაქვს ნანახი. 4 კლასის განმავლობაშიო ადამიანი მიყვება რეტრო მერკური. დედაჩემს ცემდნენ უდიდეს პატივს ერთ-ერთ ქალაქში ცხოვრობს, იცნობდა დედამის ბევრი და ასე ეუნებოდნენ 4 კლასის განმავლობაში დედაჩემს, რომ არ ინერვიულო 9 კლასს დავამთავრებინეთ და მე გაიყვანე ხა ნუ რა ვთნათ. იმიტომ რომ იმდენად არ ქონდა ათვისების უნარი, სწავლის უნარი იმდენად არ ქონდა, რომ 4 კლასი უბრალოდ ასე ვთქვათ ბამბანერკების და რა ქვია დუხების ჭალებში ხათრით დედის, იმიტომ რომ დედა იყო ბევრი იცნობდა, ავტორიტეტი ჰქონდა ფოხდებით. უყვარდათ ეს ქალი და საბჭოთა კავშირის დროს გეუბნებით ამას, დიდი ქალია დედაჩემი ისტორიკოსი. გადაყავდათ კლასიდან კლასში, იმიტომ რომ ხوار ჩატოვებდნენ, ხო იცით როგორი სისტემაც იყო იქ, ან მაშინ და რა უნდა გააკეთებინათ, კაცი მართვის, რამდენი კლასი იქნებოდა პირველ კლასში. ეს ხდებოდა 4 წელი. ადამიანი გადავიდა მე-5 კლასში და მე თვითონ არ ვიცი და ვაფშე ყველა ჩემი მასწავლებელი იყო შოქშიო, რომ ამბავს გაიხსნა გონება ამ ადამიანს, ამ ხალხს. იცით რა დონის ისტორიკოსია? აი რა გითხრათ? არა მარტო ცოდნის თვალსაზრისით რა წლები ახსოვს, აი არ ისტორიკოსებს ახლა ყველა რაღაცა პერიოდზე სკოლაში მუშაობდა ეს ქალი ისტორიის მასწავლებლად და ისტორიკოსებს, მკვლევარ ისტორიკოსებს ახსოვთ ხოლმე კონკრეტული ეპოქა იციან სრულყოფილად და ყველა თარიღი, მაგრამ ყველა მთელი მსოფლიო ისტორია ახლა ყველა თარიღით მართლა კომპიუტერული პროგრამა არ იციან. ახლა იცის ყველაფერი დღემდე 70 წლისაა დღესაც ესე ახსოვს. ყველა სახელი, ყველა გვარი, ყველა ის ყველა. გარდა იმ ფაქტობრივი ცოდნისა, ანალიზის უნარი აქვს, იცით როგორი და ვისაც ასწავლის და ვინც კლასში ხდება, ასწავლიდა ახლა აღარ ასწავლის, ვისაც ასწავლიდა, იცით რას უღვივებს, რომ აი ზუსტად იმას კი რომ დაიმახსოვრე რომელ წელს და რაფერი მოსასხამი ქონდა და რომელ ცხენზე იჯდა, ის კი არა, ანალიზი, ამ დროს რა ხდებოდა საქართველოში, იქ რა ხდებოდა, აქ რა ხდებოდა, ამას აჩვევს და ეს ქალი 4 წლის განმავლობაში წერა-კითხვა ძლივს ისწავლა. რეტრო მერკური. აი ესეთი შტუკა გაუკეთა და რა მოხდა, ნახეთ, დედამისი თვითონ უნდოდა, რომ ეს გამოესწორებინა. არ უნდოდა, რომ 9 კლასის მერე პროფესიულ სასწავლებელში და რაღაც უნდოდა სწავლა, უნდოდა, იმუშავა და იმუშავა ამან. რეტრო მერკური ამუშავა საკუთარ თავზე. და ის დეტალების შემჩნევა დააწყებინა, რაც რეტრო მერკურის მე ვთქვი, რომ ახასიათებს. წვრილ-წვრილი რაღაცების დამახსოვრება. იმუშავა თავის თავზე და ამუშავა თავისი რეტრო მერკური თავისთვის სასიკეთოდ. ასე შეიძლება ვაკეთოთ ნებისმიერ აი მამაკაცს აქვს რეტრო მერკური და ძალიან აქტიურია რანაირად იმუშავა თავის თავზე. ესეთი ისტორიები ხო ხსმენიათ არა რომ აი რაღაცა ძალიან წყნარი ბუნჩულა არავინ არ იყო ვალოდია ჯინჭარაძე ხო იცით სადღაც იჯდა იქ და არავის რო არ ახსოვს ტიპი დღეს რაღაცა ფანტასტიკი იმუშავა იმან თავის თავზე იმუშავა სხვანაირად ეს არ მოქმედებს კიდე ვიტყვი იმასაც რომ რეტრო პლანეტებმა შეიძლება ჩვენაი რომ ვისწავლეთ პლანეტები ხო კარგი თვისებები რაც არის ყველა ცუდი თვისება ავტომატურად რეჟიმში მოქცეს ავტომატურ რეჟიმში მოქცეს ყველა იმ თვისების ნეგატიური გამოვლინება თუ არ დავამუშავოთ ეს არ ნიშნავს რომ აუცილებლად ესე არის ამიტომ ვერ ვამბობ რომ პირდაპირ ცუდია უამრავი მეცნიერი არის რომელსაც რეტრო მერკური ყავს იმიტომ რომ წულ დეტალებს ამჩნევს რეტრო მერკური თუ შენ თუ სიბეჯითე გამოიმუშავე და ეს სწავლა შეძელი ელემენტარული ხო მე აი დეტალების შემჩნევის უნარს გაძლევს რომელიც სხვა თვალისთვის უცხო არის ამიტომ რეტრო ჩვენს რუკაში არ ნიშნავს საერთოდ აი არ ვიცი ხა გალერეული გადახვევა გამომივა მაგრამ
რუკაში არ არსებობს ცუდი არაფერი რა. ვერ აღვექვავ მე, ვერც სატურნს, ვერც ლილითს, ვერც პლუტონს, აი, ცუდი როგორ არის, ეს ჩამოვთვალე ტრადიციულად ცუდად და ვაიმე და იმიტომ რომ ეს არის შენი ასე დაიბადე, ესე მოგცა. ახლა რეტრო მერკურის ფაზა პლანეტაზე ჩვენზე როგორ მოქმედებს, ეგ სხვა არის, რა უნდა გავითვალისწინოთ, ხო? აი როგორ ფიქრობ, დირექტიული ვენერა, როცა აქ ადამიანს, ეს კითხვას დავსვავ. რუკაში ჩვენ გვაქვს მე მაქვს დირექტული. და აი ხა ცაზე არის რეტრო ვენერა, დავუშვათ. ამ პერიოდში რომ ადამიანს გავიცნობ, 3 კვირა არის ხო, სულ თუ რაღაც თითქმის 3-4 კვირა. ამ პერიოდში რომ ადამიანს გავიცნობ და გადავწყვეტებ რომ მასთან ერთად მთელი ცხოვრება ვიცხოვრე და ეს არის ჩემს, ეგრე მიქნება? არა, არ იქნება ჩვენი ვენერა უნდა იყოს ჰარმონიული ჩვენ ვენერასთან. რეტრო თუ არა ხარ, რეტრო და პირიქით რეტრო ვენერაზე გაცნობილი ადამიანი შეიძლება გამოადგეს. იმიტომ რომ ეს რეტრო ვენერები ეძებენ სულ. ესე არ არის გენცვალე, რეტრო ვენერა არ არის ყოველთვე, უნდა დაელოდო როდის მოვა რეტრო ვენერა და თავის თმოვა ეს კაცი თავის გამოჩნდება შენ ცხოვრებაში. როგორ თუ იმას ყავს რეტრო ვენერა, აი გაიცანით რეტრო ვენერაზე, მყავს მე დირექტული ვენერა. გავიცანი ვეღაცა რეტრო ვენერაზე, რომელსაც რეტრო ვენერა ყავს. იმისთვის რომ კარგია ჩემთან შეხვედრა. რეტრო ვენერაზე იმისთვის კი კარგი არის. იმისთვის კარგი. იმისთვის არ არის კარგი, ანუ აბა რა ვიცი ხა როგორ გითხათ, თქვენ როგორ ფიქრობთ? და მით უმეტეს ახლა ქალზე ვლაპარაკობთ, ხო? ქალის რუკაზე როცა რეტრო ვენერა არ არის და შეხვდა დაუშვათ კაცი, რომელსაც რეტრო ვენერა აქვს. ანუ ჩემთვის ეს კარგი იქნება? იმისთვის გადასარევი. მაგრამ ჩემთვის არ არის. ანუ ეს ურთიერთობა მაინც არ შეიძლება, ხო? მაგის თქმა მინდა. კარმული. მაინც არ განვითარდება კარგად. მე რომ მკითხოთ, ყველა ურთიერთობა არის კარმული. ცოლქმრობა, როცა ორი ადამიანი ერთ სულ და ერთ ხორცს ხდება, ეს ნებისმიერ შემთხვევაში კარმულია. ნებისმიერ შემთხვევაში, აი, როგორც როცა ამბობენ ხოლმე, იმას თავისუფალი საუბრისთვის ამას გავაჩერებ. კარგით, იმიტომ რომ ჩვენ ძირითადი თემა ამოვწურეთ. დანარჩენ პლანეტებზე, ზედა პლანეტები და უმაღლეს პლანეტებზე შემდეგ იმაზე ვისაუბრებთ. გავაჩერო.